მე მგონია ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლის მომენტი და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რეჟიმი მივა მართლა პირს ამოგვიკერავს ბოლოს, იმიტომ რომ ხა ჩემი მაგალითით, როდესაც საკუთარ სხდომაზე სასამართლო პროცესზე არ შემიშვეს, წარმოუდგენელი ამბავი იყო და გაწელეს ეს სხდომა ჩემი სხდომა. სასამართლოს ეზოშიც არ შეგიშვეს. ეზოშიც არ შემიშვეს. მაშინ როდესაც ჩემს გვერდით ყველა შედიოდა და ვიღაცა ერთი დიდი ფერხორციანი, ესეთი მსუქანი, ესე იდგა მანდატური და მე არ მიშვებდა. მხოლოდ მე დანარჩენს ყველას უშვებდა. თანაც იმ სხდომაზე, სადაც თვითონ დამიბარეს და 5000 ლარიან ჯარიმას მიწერდნენ, განა რამე კარგი უნდა გამეგო იქ რომ მივიდოდი ან რამე შეიცვლებოდა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჯერ ხო გაწელეს და მიმიყვანეს 10000 ჯერ იმ საქალაქო სასამართლო შენობაში, რომ სხვა რამეზე არ გეფიქრა. მაგრამ გიორგი, იმ თემას მინდა გამოვეხმაო, რომ ფორსირებულად რატო დაიწყეს მედიის შეზღუდვა. ნუ გასაგებია რატო დაიწყეს, იმიტომ რომ ნერვებს უშლით და დიქტატურას ამყარებენ, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის და არ არიან არც ის მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარე ძალიან დააზარალეს, თვითონაც არ არიან კარგ ფორმაში, საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვთ, რაც არ უნდა იძახონ, რომ deep state-ია მეორე მხარეს. ერთი სული აქვთ, რომ მაკრონის ხელის მოთათუნება თავის მომხრეებს აჩვენონ და უთხრან, რომ მართალია ისინი ცუდები არიან, ყველაფერი უბედურება დასავლეთისგან მოდის, მაგრამ როგორ შეხარიან ამ ყველა ასეთ მოვლენას, ვისთან დადგება, აიტუზება ეს ჩვენი პრემიერი თუ ირაკლი კობახიძე თუ არ ვიცი რა უნდა ვუწოდო ეხლა მას, ეგრეთ წოდებული პრემიერი თუ არალეგიტიმური პრემიერი, ამაზე არიან თავიდან ბოლომდე ორიენტირებული და რა ამბავი ატეხეს იმ წერილზე, რომელიც ბოლოს და ბოლოს ვერ გავიგეთ ვინ დაწერა, რომელიც მიიღო მიხეილ ყაველაშვილმა. ანუ ერთის მხრივ უნდათ რომ გააფორმონ დიქტატურა ბოლომდე, იმიტომ რომ არავინ არ მოუყვეს მე საქართველოს მოსახლეობას, რომ ამათი ეს ფსევდოპოლიტიკები ყველაფერი მიდის დიქტატურისკენ და მეორეს მხრივ თან ძალიან უნდათ რომ რაღაცნაირი ტიპის ლეგიტიმაცია დასავლეთისგან მიიღონ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება დიდხანს მაინც ვერ გასტანს, რაც არ უნდა მოუჭიროს და ისიც კარგად იციან, რომ ხა ელემენტარული ფიზიკის კანონია, რაც უფრო მეტად აწვევი და დიდ წნეხს აკეთებ, მე წინააღმდეგობაც მეტია, იმის მიუხედავად, რომ მათ გონიათ, რომ დაღალეს საზოგადოება, მათ გონიათ, რომ ყველა მიეჩვია, რომ გულშინ წინდელ სასამართლოზე რომ არ დამიჭირეს, მე მილოცავდნენ მაგალითად და მარტო 5000 ლარიანი ჯარიმა რომ გამომიწერეს, თითქოს ეს ნორმა იყო. თუმცა იმავე დღეს 12 დღით გოგონები ჩასვეს და საბას ხვიტარიძის ძმა თორნიკეს ხვიტარიძე ჩასვეს, ორი ადამიანი და ყველა დაიჭირეს, მე და ერთი გოგონა ერთ 4000-იანი ქონდა მარიამ ლაშხის მორიგებს ხორპლს და მე 5000-იანი ჯარიმა. და ამას თითქოს ქუჩაში კამერის დამტრევის გამო 3 წელი მიუსაჯეს, რომელიც ანაზღაურებაზე თანახმა იყო. მიხეილ თემშიაროვს შეთანხმებები არ გამოუძიებიათ. გადავიხდით ამ კამერის ფულსო, დანაშაულიც აღიარეს, უთხრეს რომ აღიარეთ და საპროცესოს გაგიფორმებთ და მაშინ მოატყუეს. აღიარებინეს, საპროცესოს არ გაუფორმეს, გადავიხდით თანახმა იყო და ანუ წარმოიდგინეთ ახლა ისე ოცნების ამორჩეველს მინდა მიმართო, სულ მათ ვცდილობ რომ დაველაპარაკო. ქუჩაში ბოძზე რო რაღაც პატარა კამერა დგას, ამის დამტრევის გამო 3 წლით ჩასვეს ორი ადამიანი ციხეში. ახალგაზრდა ბიჭები 3 წლით ამის გამო. და 12 წლით ის გოგონები რომ გადაიხადოს ჯარიმა ან რაღაც ადმინისტრაციული რამდენიმე დღით ჩასვა ციხეში, აი ერთი თვით, ორი თვით, კამერის დამტრევის გამო. ჩასვეს 3 წლით. თან დანაშაული აღიარებინეს. ხო, თან დანაშაული აღიარებინეს, თუ აღიარებებთ, გაგიფორმებთ და მაშინ მოატყუეს. ხო არა, კატასტროფაა თავიდან ბოლომდე და მათთვისაც, ოღონდაც მართლა მათ მომხრეებს მინდა მიმართო, რომ კარგად უნდა იცოდეს ყველამ, რომ რეჟიმი რომ მოიშორებს კრიტიკულად მოაზროვნეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც პრობლემებს ქმნით, მე აუცილებლად მიადგებიან მათ. და აუცილებლად ეს ჟანრის კლასიკაა და არაფერს ახალს და განსაკუთრებულს არ ვამბობთ. მათთვისაც იქნება პრობლემები, მაგრამ არ უნდა შევეგუოთ, ეს არის ყველაზე მთავარი და იმის გამო იქნება, რომ არ იქნება კრიტიკული მედია და პოლიტიკურ საკითხებზე, ანუ პოლიტიკურ პროცესზე მოლაპარაკე მედია კი არა. ეს მედიაა, რომელიც სტიქიური უბედურება იქნება, ეს თუ ვიღაცა გამგებელი უკანონოდ ექცევა და ვიღაცა კიდე ართმევს მის კუთვნილ მამაბაბათა კუთვნილ ქონებას თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი კრიტიკული მედიის მეშვეობი. ერთადერთი, რაც აი აღვირივით აქვს ამოდებული ჯერ კიდევ ამ ხელისუფლებას, რომ მე აღარ ვიცი კიდე რა წითელი ხაზები უნდა გადალახოს, მაგრამ არის კიდევ რაღაცეები, რომლის მაგალითებიც ამ ქვეყანას თავის ისტორიაში უნახავს. ერთადერთი არის ზუსტად აი ეს აღვირი ამ გაგებით არის შემორჩენილი კრიტიკული მედია, რომელიც ალაგ-ალაგ გადაჭრეს, ნაფლეთებად არის ქცეული, მაგრამ თავის მოვალეობას ამ ეტაპზე ასრულებს.